Google-ის ორგანიზაციულ კულტურაზე, მის ფასეულებებზე, მართვის ფორმებზე ასე თუ ისე უკვე კარგად ვისაუბრეთ, მაგრამ ერთი კითხვა მინდა კიდე დაგისვა დამატებით ამ თემასთან დაკავშირებით. ერთი ესეთი ტერმინი კარგად ასახავს მართვის პრინციპებს, ინგლისურად carrot and stick, ეგრეთ წოდებული სტაფილო და ჯოხი, მაგრამ ალბათ უფრო წკეპლა მოუხდებოდა ქართულ ვარიანტში, იმიტომ რომ შინაარსს კარგად იძლევა. ორიოდე სიტყვით რო განვარტოთ, რატო მართვაში სტაფილო და ჯოხი წკეპლა, მართვა ორგანიზაციაში იქნება ეს, თუნდაც განათლებაში, სწავლებაში, მშობლობაში და ასე შემდეგ დაფუძნებულია რაღაცნაირად ორ პრინციპზე. პირველი არის მოტივაცია, დაჯილდოვება, წახალისება, ამას აღნიშნავს ეს carrot სტაფილო და მეორე წკეპლა, როგორც ვუწოდეთ, stick, რაც აღნიშნავს უკვე ვერ ვიტყვით თლად მარტო დასჯას, მაგრამ შეიძლება ეს იყოს თუნდაც საზღვრები. ანუ საპირისპირო წახალისებისგან. რა ხდება მხრივ Google-ში და მართვის რომელ ფორმას იყენებენ, რომელს ანიჭებენ უპირატესობას, ეს ერთი როგორც ორგანიზაცია და ასევე შენს გუნდთან რა ფორმებს იყენებ მართვის თვალსაზრისით? მე პირადად ძირითადად უფრო წახალისებას ვიყენებ, მოტივაციის ამაღლებას და ვცდილობ რომ გავიგო ჩემ თანამშრომლებს, ჩემს გამშემო, ვინც ჩემ ჯგუფში ერთად მუშაობს, რა მოტივაცია აქვთ, რითაც შემიძლია რომ ეს მივაწოდო ინფორმაცია, რომ მათი support, ანუ მათი და მათმაც რომ ასე ვთქვათ დამეხმარონ. თანამშრომლობა, როდესაც ერთად შეგვიძლია რაღაც პროექტის წარმატებულად განხორციელება. ასე რომ ძირითადად არ მიყვარს ხოლმე ეს stick მეთოდის გამოყენება და ალბათ ვცდილობ ყოველთვის ავირიდო ხოლმე თავი, ვცდილობ რომ უფრო მოტივირებულად მივუდგեմ, როდესაც ვთხოვ თანამშრომელს რომ რაღაცაზე დაგვეხმარონ, ამ პროექტზე რაღაც ნაწილი გააკეთონ. ძირითადად ეს მოტივაცია ხდება. ერთ-ერთი მოტივაცია არის მაგალითად როდესაც აუხსნი ეს პროექტი, ეს სამუშაო რა მიზანს ისახავს. თვითონ მიზანით შეიძლება უკვე იყოს მოტივაციის მოტივირებელი თვითონ თანამშრომლისთვის. ასევე შეიძლება გავაკეთოთ აქცენტი, რომ რაღაცა ფულადი ჯილდოც შეიძლება მოყვეს, რომ პრემიის მსგავსი, თუ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდება. აი ყოველთვის ვეძებ ხოლმე რაღაცა მინიშნებებს ადამიანს რა მოტივაცია გააჩნია, როდესაც სამსახურში მიდიან, იმიტომ რომ ეს შეგიძლია ეს მათი მოტივაცია გამოიყენო იმისთვის, რომ ერთად იმუშაოთ რაღაც პროექტზე, ერთად მიაღწიოთ რაღაც წარმატებას და კარგი შედეგი დადოთ. ხო, ჩვენ მოტივაციას ვადარებთ სხვის მოტივაციას და გონია რომ ისინიც იგივე მოტივაცია აქვთ, რაც ჩვენ. მაგალითად მე შეიძლება მოტივაცია მქონდეს ფინანსური, სხვას მქონდეს მოტივაცია ოჯახის, იმიტომ რომ მათ პრიორიტეტი ოჯახი აქვს გაკეთებული. მე რაც არ უნდა უთხრა რომ პრემიას მიიღებ, მათთვის შეიძლება ეს მოტივირებული არ იყოს, იმიტომ რომ იმათ უნდათ რომ 6 საათზე მაგალითად სახლში იყვნენ ოჯახთან ერთად და აქ უკვე მოტივაციის აცდენა ხდება. ასე რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაიჭიროს სწორი მოტივაცია სწორ ადამიანთან. stick არ გამომიყენებია ასე ხშირად, თვითონ Google-იც უფრო პოზიტიური წახალისებით ცდილობს, რომ ანუ მოტივაციაზე ორიენტირებულია მეტად. მაგრამ როდესაც ვთქვათ დამჭირდება stick-ის გამოყენება, იქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ადამიანს მოურგო რა type of stick უნდა იხმარო. ზომიერება ამაში. ზომიერება აუცილებლად, იმიტომ რომ შეიძლება ისეთი მესიჯი მისცე ადამიანს, რომ
მათ мотиваცია საერთოდ დაკარგონ და საერთოდ აღარ უნდოდეთ არც მუშაობა, აღარც შენთან თანამშრომლობა, ან უწევდეთ თანამშრომლობა, მაგრამ არ იყოს სასიამოვნო ეს ერთად პროექტზე მუშაობა. თამო, საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ თანამშრომლების мотиваციაზე, მათ კეთილდღეობაზე, ანუ როგორ უნდა აგრძნობინო შენს თანამშრომლებს თავი სასიამოვნოდ და კომფორტულად, რომ შეასრულონ საქმე სიამოვნებით. და კონკრეტული შემთხვევაც ხო არ გახსენდება ისეთი, როდესაც თანამშრომლების мотиваცია პირდაპირ დადებითად აისახა გუნდის პროექტის წარმატებით მიღწევაზე და საბოლოოდ გუნდის წარმატებაზე. სხვადასხვა ასეთი შემთხვევა მოხდა ძალიან ახლო წარსულში, როდესაც ძალიან წარმატებით განმახორციელდა და დავდეთ შედეგი ერთ-ერთ პროექტზე და ძალიან ბევრი ინჟინერი მუშაობდა სხვადასხვა ჯგუფიდან, ანუ ერთი და იგივე მენეჯერი არ ყავდა, სხვადასხვა ჯგუფები, სხვადასხვა ორგანიზაცії, ანუ დეპარტამენტებიდან იყვნენ ყველანი და ძალიან გამიკვირდა, როგორ ერთად იმუშავეს და ერთად შეძლეს ამ შედეგის დადება. ინდივიდუალურად იყვნენ მოტივირებულები, ყოველ შეხვედრას, როდესაც ვიკრიბებოდით და ქონდა სიახლეების გაზიარების ანუ შეხვედრა, რა იყო სტატუსი, რა იყო პროგრესი, რა იყო დარჩენილი, რაც უნდა გაკეთებული იყო შემდგომში. ყოველთვის იყვნენ ძალიან მომზადებულები, რაც ძალიან მაკვირვებდა და ამ შემთხვევაში мотиваციის განსაზღვრა მოხდა ძალიან დასაწყისში. განსაზღვრეთ, რატო ვაკეთებდით ამ პროექტს, რატომ ვაკეთებდით ზოგადად ამ საქმეს, რა ბენეფიტები ექნებოდა, ანუ რა სარგებელი ექნებოდა კომპანიისთვის ამ პროექტის შედეგს რომ დავდებდით. ეს რომ უკვე ყველასთვის გასაგები იყო, როდესაც ეს მიზანი იყო ძალიან ნათლად განსაზღვრული, ყველა ან თითო ინჟინერი, თითო წევრი იყო მოტივირებული და არ გვჭირდებოდა ამ мотиваციის გადახედვა. როდესაც თანამშრომელი გრძნობს გუნდის წევრად თავს და გრძნობს რომ მას ყოველთვის უსმენენ და მას ყოველთვის გაუგებენ, როდესაც რაღაცა სიტყვის, თუნდაც პრობლემის შემთხვევაში და დამხმარე იქნება მისი მენეჯერი, ხელმძღვანელი, ლიდერი, მენეჯერის გამოყენება ცოტა ნაკლებად მიყვარს ხოლმე ლიდერი, რომ თქვათ უფრო ხელმძღვანელი. ის თავს გრძნობს მინიმუმ დაცულად, აქვს ეს უსაფრთხოების განცდა, მხარდაჭერის განცდა მისი ხელმძღვანელისგან და შემდგომში უკვე იცის, რაც უნდა აკეთოს, რატომ უნდა აკეთოს, აქვს მხარდაჭერა თავისი ხელმძღვანელისგან და ძალიან ჩვეულებრივი მარტივი და სასიამოვნოა მერე უკვე იმის კეთება, რაც უწევს. ნამდვილად. ახლა ერთიც მინდა დავამატო, ძალიან კარგად შეაჯერე, როდესაც ეს უკვე ნაცნობია მიზანი და როდესაც უკვე ეს ბენეფიტები, ანუ სარგებელი უკვე ცნობილია. ძალიან ხშირად ხდება, როდესაც რაც უფრო მაღალ ეტაპებზე გადადიხარ, ეს მიზანი არ არის ძალიან მკვეთრად გამოკვეთილი. რაც ალბათ ჩემი შემდეგი საფეხურია, როდესაც რა ხდება, როგორი мотиваცია შემიძლია, როგორი мотиваციის მოძებნა შემიძლია, როდესაც მიზანი და სარგებელი ცნობილი არ არის. ეს ერთგვარი გამოწვევა არის ალბათ შენთვის როგორც ლიდერისთვის. და აი ამ მიზნის გარეშე როგორ мотиваციას აძლევ თვითონ ჯგუფს. როდესაც გავარკვევ პროცესში ხარ. კი, ნამდვილად პროცესშია. ალბათ ყოველ პრობლემას ალბათ თავისი unique გადაწყვეტილება ექნება და შემდეგი შემიძლია გაგიზიარო. ამჟამად ვარ ძიების პროცესში და შეგატყობინებთ როგორ წარიმართება ეს პროცესი და რა მეთოდებს აღმოვაჩენ, როდესაც როგორ მივაწოდოთ мотиваცია
ჯგუფს როდესაც არ არის განსაზღვრული მიზანი და სარგებელი თავიდანვე და ეს არის ცოტა გაურკვეველი სიტუაცია. არა მარტო მართვის, და თვითონაც როგორც ლიდერისთვის, მენეჯერისთვის, ხელმძღვანელისთვის და როგორ შეიძლება ამ პროცესში ნავიგაცია და მორგება ამ სიტუაციაზე. ასე რომ ეს ძალიან ალბათ ეს არის რთული პროცესია, ზოგადად მართვა ძალიან რთული პროცესია. ერთი შეხედვით მარტივად რომ ჩანს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესია მართვა და სრულად ეფუძნება ფსიქოლოგიას. შენს ძიების პროცესში ხარ და ძალიან გამიხარდება შემდგომში მაგ სტრატეგიას თუ გამიზიარებ, როგორ მიხვედი იმ სტრატეგიამდე, დაკვირვებით, თანამშრომლებზე დაკვირვებით, რა მიმოქმედა ყველაზე კარგად, მაგრამ აუცილებლად აღვნიშნავ იმას, რომ რამდენად მიხარია, რომ როგორც ხელმძღვანელი და როგორც ლიდერი, რა პროცესებს გადიხარ საკუთარ თავში. მიუხედავად იმისა, რომ შენი ძალიან ბევრი საქმე გაქვს ტექნიკური ინჟინერიის თვალსაზრისით, ყოველდღიურად რასაც აკეთებ. ამის მიუხედავად გუნდის მართვის თვალსაზრისით რა მაგარ რაღაცებს გადიხარ. როგორ იყენებ მართვის პრინციპებს ღირსეულად, შესაბამისად, როგორ აკვირდები შენი გუნდის, შენი თანამშრომლების ინტერესებს, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის შენთვის თითოეული მათგანი, მათი ინტერესები, მათი შეცნობა და როდესაც ძალიან კარგად იცნობ შენს გუნდს და მხარდაჭერი მათი, რა თქმა უნდა, შედარებით მარტივი არის უკვე მართვა და მიხარია, რომ ახლაც ამ ძიების პროცესში ხარ მართვის მექანიზმებთან დაკავშირებით. შენ თუ გსიამოვნებს თამო ამ პროცესში ყოფნა? მართვის თვალსაზრისით ვკითხულობ. არც ვიცოდი, სანამ სამსახურს დავიწყებდი, რომ ეს მართვის რაღაც პრინციპები არსებობდა, კიდევ ეს ჩელენჯები როგორ შემოვიდო და ურთიერთობებში სხვა ადამიანებთან. ცოტა ეს იყო, ასე ვთქვათ, შოკივით იყო, ამდენ თანამშრომელთან, ამდენ სხვადასხვა ბექგრაუნდის ხალხთან მიწევდა მუშაობა, როგორ დამემყარებინა მართან სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია და საკმაოდ საინტერესო რეალიზაციის პროცესი იყო, რომელიც კიდევ მიდის, კიდევ გრძელდება, რაც უფრო როგორც სტუდენტი ძალიან პატარა ჯგუფი ვიყავით, ეხლა სამსახურში, 100 კაცს შეიძლება 100 კაცთან ერთად ეხლა მაგალითად Google-ში 100 ადამიანთან მაინც მუშაობ, სხვადასხვა პროექტებზე, ყველასთან სხვადასხვანაირი ურთიერთობა, სხვადასხვა კომუნიკაცია მაქვს და ეს ყველაფერი იყო ძალიან დიდი გადასვლა ამ პატარა ჯგუფიდან ამხელა დიდ ჯგუფზე. კი იყო რაღაც ჩემი საკუთარი სწავლის პროცესი რო გამეგო ეს როგორ ხდება, როგორ შემიძლია უფრო დავარეგულირო ეს ურთიერთობები უკეთესად. კიდევ ერთი რამ ახსენე, როდესაც თანამშრომელს გრძნობს, რომ მას უსმენენ და როდესაც მათ შეუძლიათ, რომ გამოხატონ თავისი აზრი, ძალიან მნიშვნელოვანია. და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, როდესაც განიხილავ როგორც ჯგუფს ერთად და არა ინდივიდუალ ადამიანს, როდესაც ჯგუფის წევრს შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი საღად, ცხადად და ყოველგვარი შიშის გარეშე რომ უიმე იქნება და რაღაც შემეშალა, არასწორი ვთქვი. ან იქნება მითხრან რომ ეს რატო გააკეთე? არა, რატომ გააკეთე? მიზეზი შეიძლება გაიგო, მაგრამ არა რატომ გააკეთე? მიზეზის გაგება რო გაინტერესებს, არამედ რატომ ხო კი განსხვავება მაგაშიც და აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ყველა ჯგუფის წევრს შეუძლია თავისი აზრის გამოხატვა და ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ხელმძღვანელმა, როგორც ლიდერმა შექმნა ესეთი safe space-ი, უსაფრთხო გარემო, სადაც ყველა წევრს შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა
კიდევ ერთია ხოლმე, აი, როდესაც თუნდაც ინდივიდუალური კომუნიკაციის დროს შეიძლება ერთ-ერთმა კოლეგამ გამოხატა რაღაც შემოთავაზება. როგორც წესი, რაც არ უნდა იყოს, ანუ უკვე თუნდაც იცოდე, რომ პასუხი არის არა. არ იწყებ პასუხს არადი, ან ეხმარები თვითონ იმ ადამიანს რაღაც კითხვებს უსვავ, რატომ, როგორ, აბა ისე ასე რომ იყოს, აი ესე რომ მოვიქცეთ, ხო, მაგრამ ეგრე თუ გაკეთდა ეს იქნება ალბათ შეიძლება ეს მოყვეს როგორც მიზეზშედეგობრივი კავშირი, ხო, და ეხმარები თვითონ შენს თანამშრომელს, რომ აი ამ discussion-ის პროცესში შემოვიდე შენთან, ანუ შენ შეგიძლია ეს განხილვა რაღაცა გზით წაიყვანო, სადაც შეგიძლიათ, რომ ისიც მიიყვანო იმ დასკვნამდე, რაც შენ ვთქვათ მიხვედი წინაზე და გამოცდილებით და უბრალოდ შეაჯერო ეს შენი გამოცდილებით დადგენილი შედეგი, როდესაც სხვა თანამშრომელი რაღაცას იმას გთავაზობს და რაღაც შემოთავაზება და აი ეს არა ეს რო უბრალოდ არა ეს ესე უნდა იყოს. განა უბრალოდ აძრევლო, ნო, ესე უნდა გაკეთდეს. პირიქით იმას leading to the conclusion. ანუ უხსნი, უძღვები, ახსნი კარგად სიტუაციას, რას რა მოყვება პროცედურულად და დასკვნის საშუალებას აძლევ თავად.